ალბათ ძალიან გაინტერესებთ განსაკუთრებით ერთგულ მაყურებლებს. ყველაფერს ავხსნი ხარ არის პრობლემა. სად დავიკარგე, რატო პასიურობ ესე ძალიან, რატო გამოვიყურებ. მოგესალმებით პირველ რიგში ჩემო ძვირფასებო. მინდა ჯერ მადლობით დავიწყო. თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა, ვინც მწერდით Instagram-ზე, Facebook-ზე. უღრმესი მადლობა. არ ხართ ბევრი, მაგრამ რამდენიც ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობდით და ინტერესდებოდით რა ხდებოდა და რატო არ ვჩანდი. მათაც ძალიან დიდი მადლობა, ვისაც არ მოგიწერიათ, დარწმუნებული ვარ, ესეთი ბევრი ხართ, ვისაც არ გაქვთ Instagram-ი, ვისაც შეიძლება არ აქვს Facebook-ი და ასე შემდეგ. და live-ში მწერდით, როცა მოახერხე გამოსვლა. მათაც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ. ვისაც გედარდებით, ვისაც გაინტერესებთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მინდა გითხრათ. მოგვიანებით გილოცავთ, დღეს კი არის 8 მარტი. თქვენთვის არის მოგვიანებით სწორედ დღეს 8 მარტია, გილოცავთ. გოგონებო, ქალბატონებო, აბსოლუტურად ყველას გილოცავთ ჩვენს დღეს, თუმცა მგონია რომ ჩვენ დღეს სულ უნდა იყოს, მაგრამ რეალურად რომ ვიხჯელოთ, არ არის ხოლმე ესე ხაზგასმით სამწუხაროდ წელიწადის მანძილზე არ არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ რომ იყოს ხოლმე სულ ქალბატონების დღე. დედიკოებს გილოცავთ. დედების დღეს მოგვიანებით ამაყი და ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით თქვენი სიცოცხლის მანძილზე. ეხლა რაც შეეხება ძალიან დაღლილი ვარ, მეტყობა, აქ მისვია კვილის პასტა. შეიძლება ვინმესთვის უცნაური იყოს, მაგრამ მამუკები რო გამომდის ხოლმე. ვისმევ რა და ეხლა მესვა რამოდენიმე საათის უკან წავისვი. ძალიან ვარ დაღლილი. თვეზე მეტია, არ გამოვჩენილი ვარ თქვენთან. ახლა ხანს ჩავრთ 1-2 live stream-ი, ძალიან ცოტა ხნით. არც ვიცი რაზე გესაუბროთ, რა მოგიყვეთ, ალბათ ჩემი ყოველდღიურობა და მგონია ხოლმე რომ ისედაც იცით რა მდგომარეობა და რა გარემოება მაქვს. თვეების ბავშვი ყავს სახლში, +5 წლის, ერთი სკოლაში, მეორე ღამე არ იძინებს. როგორი ექსტრემალური რეჟიმი შეიძლება მქონდეს ხო, თან მარტო ორივე ბავშვთან. და სიმართლე გითხრათ, ნერვები აღარ მაქვს, რომ დავიჭირო კამერა ხელში და გესაუბროთ, ხო? შემეძლო ეხლა რომ მოვწესრიგებულიყავი და ისე დამეჭირა კამერა ხელში და დაგნახებოდით, მაგრამ რეალობა მინდა რომ განახოთ. როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი, ესე გამოვიყურები ძირითადად. ჩემი ყოველდღიურობა არის ესეთი დაღეჭილი მაიკა და უარცხნელი თმა, ხან კვილის პასტით, ხან ფორმულით მოსვლილი სახე და ტანსაცმელი, ხანდახან დაუბანელი პირით, დაურაგებელი სახლი და ასე შემდეგ. როგორც ხდება ხოლმე რა, როცა მით უმეტეს დამხმარე როცა არ აკავს. კი ვცდილობ ჩემი ხასიათი დიდი ხნის გამომწერებმა იცით, რომ ყოველთვის მაქსიმალურს ვთხოვ ჩემს თავს და რატომღაც ყოველთვის ავალდებულებ, რომ უნდა შეძლო. 5 საქმეს ერთად კეთება და სულ 2 ხელი მაქვს. მაგრამ აი ეს ცუდი ჩვევა მაქვს, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ საკუთარ თავს ადამიანი შენ თვითონ თუ არ გაურთხილდე და შენ თვითონ თუ არ გაუმარტივე საქმე და მდგომარეობა, ამას სხვა შენს მაგერად არავინ გააკეთებს. მაგრამ ეს ვერ შევიგნე მე. უნდა რაღაცები დავთმო ხოლმე, ხელ მაგალითად სანამ ჩაგერთვებოდით 12 საათი ხდება, ღამის 12 საათი ხდება, სოსო აძინებს ლიზას. აჭამა და აძინებს და მე ამასობაში ჭურჭელი შევალაგე, ეს ლიზას სათამაშო ზონა გავწმინდე, დავალაგე, სათამაშოები გავწმინდე, ის ჭოჭინა ყველაფერი მოვამზადე ხვალისთვის, რომ დილით რო გაიღვიძებს. და გამოვიყვან ლილეს გაცილების დროს სკოლაში რომ გამოვიყვან ამ სივრცეში წვება ხან წოჭინაში ჯდება და ყველაფერი რომ სუფთად დახვდეს რა, იმიტომ რომ დილით მაგის დრო არ მაქვს. მოკლედ დღეიც და ღამეც მაქვს გაწერილი რა. თქვენ კი არა, ტელეფონზე ლაპარაკი აღარ მსიამოვნებს, ხანდახან ჩემს ნაცნობებთან იქნება თუ ახლობლებთან რა, იმიტომ რომ ნერვები არ მყოფნეს რა. ზოგის სიტყვა არ მომწონს, ზოგის აზრი არ მომწონს. მოკლედ ხო ხვდებით, აი არ მყოფნის ხოლმე ნერვები და ვცდილობ რომ ნაკლებად მქონდეს კონტაქტი.
ხალხთან, იმიტომ რომ ისინი მე ვერ გამიგებენ და მე იმათ ვერ ვუგებ, იმიტომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობის გამო ძალიან ვარ გადაღლილი. 14 მარტს იზახდება 7 თვის და ამ 7 თვის მანძილზე ერთი დღე არ ჩავიმუხლია, რასაც ქვია რა. ძალიან დავიღალე. ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ისახება მუდმივად სახლში ყოფნა, თან ისეთი სეზონი დაემთხვა, რომ ვერ გადიხარ რა გარეთ, ცივა, ეხლა ცოტა დათბება. გავდივარ მარტო აი ლილესთან, როცა მივდივარ სკოლაში, სკოლიდან უნდა გამოვიყვანო და ეგ ანუ მე ვგულისხმობ გასვლას ცოტა ხანი განტვირთვას. ადამიანს ჭირდება რა, ეს აუცილებელია. გასვლასაც კი აღარ დავეძებ, აი ცოტა ხანი რომ ოთახში მარტო დამტოვოს ვიღაცამ 1 საათით მაინც ჩემთვის ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს, ან ვანაში რომ შევიდე და წყალი გადავივლო წყნარად მშვიდად, ანუ ეს დედები გამიგებთ, ვინც მით უმეტეს მარტო გაზარდეთ თქვენი შვილები, ზუსტად იცით ეხლა რასაც გულისხმობ რა. ეხლა გულწრფელად გესაუბრებით, იმიტომ რომ მინდა რომ გამიგოთ. მე თქვენზე მეტად მინდა რომ ვლოგები დავდო, მე თქვენზე მეტად მინდა რომ აქტიური ვიყო, იმიტომ რომ მიყვარს ეს საქმე ძალიან. და ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ ვლოგს, როცა ვდებ. მინდა რომ ხშირი იყოს, მაგრამ დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ასეთია და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გამოწერა არ გამიუქმეთ ჩემი პასუხისმგებლობის და მიუხედავად. თუმცა დაახლოებით 5 ადამიანი მომაკლდა, თუ სწორად მახსოვს 4 ან 5 ამ 1 თვის მანძილზე. მაგრამ ლოგიკურია, იცი რა, ეხლა ყველა ვერ დაგელოდება და რაღაც საინტერესოს რო არ თავაზობ, ლოდის არ დაგიწყებს რა თვეობით და საერთოდ არ მაქვს არანაირი პრეტენზია ამაზე, რომ არ დამელოდნენ და გამიუქმეს გამოწერა. მაგრამ მადლობა იმ დანარჩენ ადამიანებს, ვინც ათასობით 4640 კაცს, ძალიან დიდი მადლობა, რომ არ გამიუქმეთ გამოწერა და ელოდებით, როდის ჩავთავ ლაივს ან როდის დავდებ ვლოგს. მინდა რომ ესე გულწრფელად მოვსულიყავი თქვენთან და ამეხსნა, იმიტომ რომ თვლი ვალდებულად თავს, რომ მოგიყვეთ. რატო არის არხი ესე პასიური. ესეთია დღევანდელი ჩემი მდგომარეობა რა. არა მაქვს ნერვები, ესე ვთქვათ, ჯერჯერობით და არც არაფერი არ მაქვს სათქმელი. თუმცა ეს ბოლო რამოდენიმე დღეა ვფიქრობ, რომ ჩემსავით დარწმუნებული ვარ, ბევრი დედა ხართ ეხლა ეკრანებთან და ბავშვი რო ღამე არ იძინებს ან დღე რო არ გასვენებთ, აი ამ ვლოგებით, ზოგი სერიალებით გადაგაქვთ ყურადღება და უყურებთ და დრო გაგყავს. ზუსტად ამას ვაკეთებ მეც, ღამეც და დღეც. ლიზა როცა არ იძინებს, ხიზლად არის სულ ჩემთან უნდა, მე პარალელურად ან სერიალს უყურებ, ან ჩემს ვლოგერებს უყურებ და ამით გამყავს დრო, რომ არა ესენი, მართლა არ ვიცი, ალბათ მართლა გავგიჟდებოდი და აი ამაზე რო ვფიქრობ, მე ვიტყვი ხოლმე, რომ აი რაც არის, მოდი ის გადაიღერა ლიკა და როგორი რეალობაც გაქვს პირიქით იმ დედებს უფრო რაღაცნაირად გაამხნევებ, რომ აი მარტო არ ახართ, ეხლა ვინც მარტო ხართ ბავშვთან და ეს არის სახში ჩაკეტვა, ეს არის რაღაცა გეხაზება რაღაც საზღვარი, რომელი ხაზის იქითაც ვეღარ გადადიხარ გარკვეული პერიოდის, სანამ სრიარულს არის სწავლის, სანამ დამოუკიდებლად ჭამას არის სწავლის, სანამ მინიმუმ ხოხვას არის სწავლის, სანამ რაღაცა ბარიერები გვექმნება, რის იქითაც ვერ ვაბიჯებთ და ძალიან კარგი იქნება, რომ ზოგჯერ ზუსტად ეს მდგომარეობა გადავიღო და აი ჩემნაირად ვინც ხართ ახლა დამოკიდებული ბაიებს, გაგამხნევოთ, რომ მარტო არ ახართ და ეს ყველაფერი მუდმივად არ იქნება, ეს დრო მალე გაივლის სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამწუხაროდ მალე გაივლის და ძალიან ბევრჯერ ვინატრებთ ასეთ პატარებს. სამწუხაროდ აღარ დაბრუნდება ეს დრო და დღემდე ნატრობ ლიზას ასაკში როცა იყო, იმიტომ რომ სხვანაირი სიტკბო აქვს. კი იღლები უზომოდ საკუთარ თავსაც ემშვიდობები გარკვეული პერიოდით და მთლიანად უძღვნი შენ შვილებს, მთლიან რესურსს არანაირი გადამეტების გარეშე, მთლიან რესურსს ახარჯებ შენ შვილებს, მაგრამ მე აღარ გახსოვს რა, როცა იზრდებიან და გენატრებიან, მე აღარ გახსოვს რა, როგორ იღლებოდი და
აი ზუსტად რომ აღარ ახსოვთ, იმიტომ აჩენენ მე მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს და ღმერთმა გაუმარჯოს ყველა კაცს. მართლა გმირები ხართ, ვინცაც უფრო მეტი ყავთ და ვინც 5 შვილს მარტო ზრდით და რა ვიცი, ზოგი უფრო მეც. გმირები კი არა, ეს სიტყვა კიდე ცოტა უფრო რაღაცა აღმატებითში უნდა თქვას, კაცმა რაღაცა ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ნების ყოფა. ესეთი მდგომარეობა მაქვს მოკლედ და ნახოთ რავი რა გამოვა ამ ვლოგისგან, იმედი მაქვს გამოვა რაღაც და მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად ყველაფერს და მიუხედავად მოკლედ. ჩაეძინა ლიზას, ნუ ღრმაძილში არ არის, მაგრამ ჩაიძინებს. მოვედით სახლში, მაგრამ სახლში არ ავედით, სკუტერი გამოიტანა, რომ იკატაოს, უბრალოდ ძალიან კარგი ამინდია, ნუ საეჭვოდ კარგი ამინდია, მაგრამ ფიზიკურად ფურფუქში ვერ გაძლებ, იმიტომ რომ ძალიან ხება. აქ აქვს ამას რძე. თბილად შენახული იყო. ეს ფაჩუჩები თუ მოგწონთ მე და ლიზას ვერ დავუპატარავდება თქვენ გაჩუქებთ. და ესე რა ამას ეხლა ძინ რო ძინავ სახლში რო ავიდე ეხლა ამას აღარ დაიძინებ რომ ამოვიყვანე ხამ სასიციდან აღარ დაიძინებ სასიცდანაც ვერ ავიყვანე ხიბე. ამიტომ სანამ ძინავს თან საჭმელიც მომაქვს თან დაეძინოს. სანამ ძინავს გარეთ ვიქნებით რამა. როგორი ვღირება. ესეთ ამინდებს მაგიტო ველოდებოდი რომ გარეთ გამოხვიდი ადამიანი რა. ძალიან ხშველის გარეთ გამოსვლა. ყურადღება გინდა არ გინდა გადაგაქვს. სხვა რაღაცებზე გაქვს კონცენტრაცია და ყურადღება გამახვილებული. ხო და იმ სახლში ხო იმ კედელში გინდა არ გინდა სულ რაღაცა უაზრო ფიქრები მოდის. დეპრესია მოდის, ეს ყოველდღიურობა ერთი და იგივე ხა ჩაწამოიგეთ ფილმს რო უყუროთ ერთი და იგივე ჯერ ყოველ დღე აი რო გატენდება ჩარტოთ, აი ეგეთი სიტუაცია მაქვს. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარეთ გამოსვლა. სხვა ენერგიებით იმუხტები, განსაკუთრებით კარგ ამინდში და ეხა ნელა უფრო და უფრო დათბება და მეც უფრო და უფრო დავთბები. წავედი ხა სანამ გარეთ ვარ შემგოგოებთან ქოლი მექნება და მე ისე დაგიბრუნდებით. გარეთ ისეც ხელა შორტები და მაიკები კიდოდის ხო?
ამოწამე თავისუფალია შენილია კატავე და მე Give me one thing that. მოგვასწრე. Pero más suerte allá. Más fuerte. Sen boksua. Sen boksua. Sen de gavardişo. აჯიმანიებს გააკეთებ ხოლმე სახში. ინტენებს გააკეთებ, ვივარჯიშოთ ხოლმე სახში, გინდა? ვივარჯიშოთ. როგორ გაბუსხული არის. ეს დაახლოებით უკვე საათია, 1 საათია, სადღაც ვივართ აქ პარკში. ლიზა იძინებს, ვაქანავებ იძინებს. სოსო და ლილე წყლის დასალევად წავიდნენ მანქანაში. აქვს წყალი და ძალიან ბედნიერია ლილი არ ყოფილა, რო არ მოგატყუოთ პარკში შაშანდელის მერე. არ ყოფილა შაშანდელის მერე პარკში. პირველად არის წერს. ხოდა ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია. ბევრი ხალხია ძალიან ბევრი ბავშვია, რიგებია საქანელოზე. ვინ დაჯდება, ერთმანეთს ელოდებიან. ლიზაც ძალიან კმაყოფილია. მეორე დღის ძილია გარეთ წინავს წერაღან სკოლაში რო წავედი მაშინ დაიძინა რო წამოვედი იქიდან უბრალოდ და არავედი სახში სანამ არ გაიღვიძა ეხლა აქ სახში არ ძინებია დღის წილი ძალიან მინდა რაღაცების გაზიარება მაგრამ რაც ხდება ეხლა და რასაც ვაკეთებ რასაც ცოტა მზიანათებ სიახლეები არის რაღაცები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვამხელ, თუმცა რამოდენიმე თვეში, რა თქმა უნდა, გაგიმხელთ. რასაც ვაკეთებდი ამდენი თვის მანძილზე, რისთვისაც ვემზადებოდი.
მაგრამ ჯერჯერობით მინდა რომ დღესაც შეიძლება თქმა უბრალოდ არ ვამბობ შეგნებულად მინდა რომ გადავხტე და ჰოპ მე დავიძახო ხო ხდებით ანუ მინდა რომ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც მე მინდა და მაშინ შეიძლება ანუ იმის თქმა მინდა რომ სათქმელი და საჩვენებელი არის რაღაცები მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე დაგვირგვინებული არ არის და როგორც კი ყველაფერს ისე ვიზავ როგორც მე მინდა აუცილებლად მოგიყვებით და გაჩვენებთ ბევრჯერ ვიფიქრე ხო არა გადავიღოთ ხო პარალელურად ვლოგი რომელსაც მე გაგიზიარებთ რა მაგრამ ერთხელ ეს უკვე ცადე და ძალიან ცუდად დამთავრდა საერთოდ არ მოხდა ისე როგორც მე მინდოდა და აი მაგიტო აღარ ვიღებ ვლოგს სამომავლოდ ანუ სუდად მაქვს დასტილი რა ხო ხდებით და ამიტომ არ ვიღებ ჯობია მე გადავიღო როცა ყველაფერი მორჩება და ყველაფერი მოგვარდება ცუდი არაფერი კარგი რა თქმა უნდა რა ღვთის წყალობით გუშინ ძალიან პირველი კადრი რაც იყო ვლოგში ძალიან ჩემ თავს რომ მოусმინე გუშინ რო გადავიღე აშკარად აი გვერდი და რო შევხედე ჩემ თავს აშკარად ცოტა დაკარგული ვარ რა ბევრჯერ ხშირ შემთხვევაში ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს ყოველთვის ვერ წარმოაჩენ თავს ისე რომ ყველაფერი ოკეი არის და ყველაფერი ჰეპი არის და ძალიან მაგრად ვარ იუ ძალიან მაგრად არა ვარ საერთოდ და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ჩემი ლოგიკურია ჩემ ადგილას უმეტესობა მშობლები ესე არიან ყოველთვის ლილეს დროსაც ესე ვიყავი მქონდა მენტალური ჩავარდნები ახლაც ასე ვარ მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფსიქიკის პატრონი ვარ და მაინც კიდევ ვუმკლავდები და ბოლომდე არ მიუყვები რა არ ვაძლევ თავს მაგის უფლებას რომ ბოლომდე ჩაუყვე იმიტომ რომ ხა ჩემ შვილებს დღის მანძილზე ჩემს მეტი პატრონი არ აყავთ და ხა ჩემი არა მაქვს დეპრესიის დრო რა ხო ხდებით არა მაქვს დეპრესიის დრო არა მაქვს რაღაცაზე რაღაც ფიქრების დრო ანუ იმდენად არაფრის დრო არა მაქვს რა სიმართლე რო გითხრათ თორე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ ეხლა რა ჩემ თავთან ბრძოლებში რომ ეს პერიოდი როგორ მე გადავლახო ამასობაში ლიზა წამოიზრდება ბაღში იმედია შევიყვან და მე უფრო გამომიჩნდება დრო ჩემთვის მეორე ბავშვმა მართლა სერიოზულად გადამაწყვეტინა რომ მესამე ჩემინებით აღარ იქნება ჩემინებით რაც გულისხმობ შეგნებულად აღარ დაგეგმილად როგორც ორი ბავშვი გავაჩინე ეგრე აღარ გავაჩინე იმიტომ რომ ურთულესი აღმოჩნდა მით უმეტეს პლუს ემიგრაციაში რო ხარ ძალიან რთული აღმოჩნდა და მე ნაღდად რავი რა ეს იქნება ჩემთვის გაგიჟების ტორფასი მე რო კიდე ბავშვი მყავდეს გასაზრდელი ამიტომ თქვენს თუ შეამჩნევთ რომ რაღაც დაგრუზული უხეშად რო ვთქვათ და რაღაც ისეთ განწყობაზე ვარ არ გეჩვენებათ მაგრამ პარალელურად კარგი რაღაცების ხდება უბრალოდ ჯერ ვერ გიყვებით და ვერ გეუბნებით საბოლოო ჯამში ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და მინდა რომ გავახშირო ვლოგები რა ამინდებზეა დამოკიდებული როგორი ამინდი იქნება ჩემს ცხოვრებაში მინდა რომ ხშირად დავდო მინდა რომ ხშირად მოგიყვეთ და გელაპარაკოთ თქვენც მოგისმინოთ ხან გამომივა ხან არ გამომივა და ყველა დედა მიცოდეთ ვიცი ხა ჩემნაირად მარტოს ხდით ბავშვებს რომ არ ახართ მარტო გოგოებო და ეს ყველაფერი მუდმივი არ არის ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება იმაზე მალე ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეხლა ლილე უკვე 6 წლის ხდება წელს და მართლა როგორ გაიქცა ეს 6 წელი ეხლა უკვე ძალიან სწრაფად იზრდება ლილე ჩემთვის თვალსა და ხელშუა მოდის დაბადების დღეები ამისი ერთი მეორე მესამე და მართლა ძალიან სწრაფად გადის დრო და მაგასაც რო ვიაზრებ მაქსიმალურად ვტკბები ლიზათი. განსხვავება ჩემი დედობის შორის არის, ან რო ვიხსენებ ლილესთვის როგორი დედა ვიყავი და ახლა ლიზასთვის როგორი დედა ვარ, რადიკალურად განსხვავებული. ამით იმით მოგებია რომ ლილესთვის ცუდი ვიყავი, ან უფრო მეტად კარგი. არა, სხვანაირი დედა ვიყავი ლილესთან. სხვანაირი დედა ვარ ლიზასთან. ლიზასთან ალბათ ასაკიც რო უფრო დიდი მაქვს 28 წლის ხდები, უფრო შეგნებულად კიდევ უფრო ვიდრე ლილესთან ვიყავი. უფრო გაწონასწორებული მიდგომა მაქვს. ლილესთან უფრო ემოციური ვიყავი, უფრო მეტად. ლილეზე ძალიან ემოციური ვიყავი, რომ ყველაფერზე ტიროდი, სიცხეს მიცემდა ვტიროდი. საავადმყოფოში ბევრჯერ მოვხვდით ლიზას ასაკში ლილეს დროს და მაგაზეც ანუ ძალიან
საქმეს არ ვაფუჭებდი ჩემი პანიკით, მაგრამ ძალიან პირველი შვილი. ესეც ლოგიკურია. ამიტომ უფრო ემოციური ეს წამოახველებდა და ვაიმე პანიკაში ვარდებოდი, განვიცდიდი, ვაიმე რა, ანუ ძალიან რთულად და ეხა მეორე შვილი მართლა დიდი გამოცდილება მქონდა და ამბობენ რა, რომ იძახიან რომ მეორე შვილს უფრო იოლად, მართლა ეგრე მოხდა. ანუ ვიცოდი, არანაირი პანიკა, არანაირი ტირილი სიცხის დროს, არაფერი საერთოდ ქონია ლიზას სიცხე და რომ შევადარე, საერთოდ სხვანაირი მიდგომა მქონდა ლიზასთან ვიდრე ლილესთან. უფრო გაწონასწორებული ვარ, უფრო კონცენტრირებული ვარ, აღარ ვიბნევი და კი, მართლა უფრო მაგმხრივ იოლად, ემოციურად უფრო იოლად, მაგმხრივ, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს სიმარტოვე და დამკავებელი რო არავინ არ აკავს და ყველაფერი მარტო დედობა ხო არ არის, შენ მესახში მეორე შვილი მყავს, ამას უნდა მეცადინეობა, ამას უნდა ქართულში ცალკე ვამეცადინებ, ცალკე წერას კითხვას ვასწავლი. ხა იქ ვუყურებ, მეთქი არ უშვებდა სასრიალოზე ეს ბიჭი. ხო, სახლი წესრიგში ხო უნდა იყოს, ახლა იმას ხო არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ეყაროს ყველაფერი. კერძი უნდა ბავშვს, სულ რომ ეზარებოდეს გაკეთება, ლილეს სრულყოფილი კვება უნდა, იქ წვიანიც უნდა და ყველაფერი უნდა. ხო და აი დაიძულებ და თავს რაღაცას გაკეთებას რო აიძულებ, ეს მე ყველაფერი მოქმედებს და ღამე რო არ გძინავს კიდე. ანუ ასეთი დატვირთული გრაფიკის მერე არც ღამე გძინავს და მოკლედ ამან გამოიწვია, ამ ყველაფერმა გამოიწვია მე ჩემი პასიურობაც YouTube-ზე და არ მომწონს. მეც მინდა რომ აქტიური ვიყო, ძალიან მინდა. მიყვარს თქვენთან ყოფნა ბავშვებო და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე შეიცვლება და ლაივები მინდა ხშირად ჩავრთო. ძალიან ეთყობა ჩემს სახლს. შედეგი დადო იმან რომ პასიური ვიყავი. ძალიან დიდი შედეგი დადო. ცუდი რა თქმა უნდა. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ეს ყველაფერი გამასწორებადია და არაფერი არ დასრულებულა. უამრავი ციყვები დადიან და დარბიან და დახტიან ხეებზე, ძალიან სწრაფად დაღდიან, ვერ ვაფიქსირებ. ძალიან მინდა რომ დავაფიქსირო და განახოთ და მაგრამ ვერ ვასწრებ. ესეთი ამბებია ჩემს თავს რა, არ მეყვარს ზოგადად ბევრი ლაპარაკი ვლოგში, მაგრამ ხანდახან საჭიროა რა. ვინც ბოლომდე მომისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. ალბათ უკვე სახლიდან ჩაგერთვებით. მოვედით სახლში. ვაკეთებ ვერმიშას, ლილესაც შია, ჩვენ წვშია. და ჭირდება მახშები. ისინი თამაშობენ. ეს უბრაზდება და დაიღალა გარეთ და ლოუდი და კიდევ ერთხელ სალამი, დღეს არის 10 მარტი. 8 მარტს დავიწყეთ უცდებიან ვლოგის გადაღება. ლიზამ გაიღვიძა უკვე დიდი ხანია უბრალოდ ჩემს ოთახში. ჩემს საწოლზე ვთამაშობდით. ეხლა აქ არის სახლი არის აყრილი და აყრილი, მაგრამ არ მაქვს განწყობა და мотивация რომ დავალაგო. ამიტომ არ მაინტერესებს. ეხლა დავადგო წყალს. და დავლევ ყავას, სანამ წყალი არ დუხდება. დავლევ წყალს. პირიც არ დავამბანია, ჯერ სიმართლე გითხრათ. ეს ისიც მაგ რა ქვია, ქალური პერიოდით და ამ ჩემს უხასიათობას და უენერგიობას ეგეც ემატება. თავი და საბანი მაქვს. ესეთი წასასმელი მაქვს და მე და საბანი. როზმარინის. თმა ისევ ძალიან მცვივა ამ საკეისროს მე ლილესეც ესე ვიყავი, ძალიან დიდ ხანს მცვიოდა თმა მასიურად. კიდე რითი მაქვს თავზე თმა, არ ვიცი.
მართლა არ ხუმრობს ზედმეტყობები საინახეთ თუ ჩანს ანუ ძალიან ბევრი თვალშევა ეს ეხლა დავარცხნაზე რამდენჯერაც ხელი აინახეთ დავთ ეს არის ჩემი ყოველთვის ალბათ რავი ისედაც მშობიარობის მე ვინც ფიზიოლოგიურად მშობიარობს ბევრს აქვს თმის პრობლემა მაგრამ ახლა ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ ადამიანს ახლა არ ჩამოვყვა ადამიანს ცვივა თმა ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ და ახლა საკეისრო თან მუცლის ყრუში ყველაზე რთული ოპერაციაა და ბუნებრივია რომ თმა დაგცვივდება ამას ვიყენებ ხოლმე როცა ისე ვიკრავთ მას რა როცა მივდივარ და ესე ხო ვიკრავ და ეს პუწები რომ ამას აქნას ესეთი რო გადაისვა რა ლილესთვის ვიყიდე ძირითადად რაღაც ხონეიზებები რო აქვს მაგით ვუკეთებ ხოლმე თმას და მეც ვიყენებ რა ძალიან ისეთი განწყობა მაქვს ანუ ძალიან დეპრესიული ფონი მაქვს რა ძალიან რა ვერ ვიტყვი რომ კარგად გუძნობ თავს ნახტად არა დარწმუნებული გამივლის არაფერი არ იმეთქვა მაგრამ ბევრი გავიმეორე ამ ვლოგში ეკრო მუდმივი არაფერია და ყველაფერი იწყება და ყველაფერი თავდება წყალია თუ ხდება გავიბარე სახე ტუში თვალებზე და ერთხის ტუში ვიყიდე მაგრამ არა ვარ ყოფილი ძალიან ცუდი ჩოტკი აქვს ზოგადად ეს არის ჩემი დასაბანი ეს ტელაუდერის ხო იცით ჯერ არის მარაგში მაგრამ ეხლა არა მოხს განწყობა არ მაქვს განწყობა მინდოდა რომ ჩემს მეს როცა დაუბრუნდებოდი და ესეთი აღარ ვიქნებოდი როგორიც ახლა ვარ რავდე და ახლა ვარ რა იმაში ფაზაში ცეიქაი თან რომ ვცდილობ რომ არ დავყარო ფარხმალი მაგრამ თან რომ ფაქტიურად უკვე დავყარე ფარხმალი რის მიმართ საკუთარ თავთან ბრძოლის მიმართ არა ის ცხოვრებისეულად ყველაფერი რიგზე მაქვს მადლობა არ ვფიქრობ რომ რაღაც პრობლემა მაქვს ოჯახში არა ოჯახში არა პრობლემა მე ჩემი მასში ვარ რა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვარ ამ ბავშვში რა პირობებშიც ახლა ვარ ბავშვთან მიმართებაში გულისხმობ ოიდე რო გამიცნებს ხოლმე მე ძალიან მეცრება ხასიათი მოვიწყდება ყველაფერი მაგრამ მართლა ძალიან იმოქმედა ხალხი ამ ვლოგშიც სულ ძირითადად მაგაზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ ჩემს ტვინში და თავში ეგ ტრიალებს და თამაშს ვერ დავიწყებ ეხლა რომ ვითომ ყველაფერი რიგზია და ანუ რა არც გამომივაჯერ ეს ერთი ოღონდ ესეთი ხაზი ეს ინგლისური არ არის ესეთი ხაზი არ გავუკეთო კარგი
აი როგორც ის დაწერე, ისე უნდა დაგეწერა ესეც შემდეგ. Okay. ესა ჩემი დაიყვანს. ძალიან არ დააწვე პასტას, თორე ხელი დაგეღლება. კაი. ახლოს წერი ასოები ერთმანეთთან. შორს ძალიან არ დაწერო. შემდეგ კაი. Straight ხაზი? ზა, ახლა როგორც წერია. შემდეგ აჰა, ოკეი. ეხლა ნახე ზ ადვილად რო დაწერო ხო სიტყვაზე. თუ გინდა ესე ჩამოუსვი ხაზი ჯერ აქეთ გავუკეთებ ბურთი და მე აქეთ. ეს უფრო მარტივი იქნება, ხო? კარგი? ვაუს მე ერთხელ დაწერე. შემდეგ კიდე ნახო. გული გერევა? რატო? დღეს არის 13 მარტი. უნდა გავაკეთო მწვანე ლობია ვორშოპი. ძალიან მაგარი, სანამ ლიზას საჭმელს გავუკეთებ, მინდა განახოთ ძალიან მაგარი შტატივი მეყიდა სოსომ რა, სიყვარულის ვალენტინობას. ნახეთ. აი ესე გამოიყურება, თქვენთვის არ მიჩვენებია. ეს ცოტა გავხსნა და განახევთ. ძალიან კარგია, მაგრამ სწავლა უნდა რა. ნახეთ. წინა აქვს ესეთი ეკრანი. სტაბილიზატორი აქვს, ანუ კარგია ძალიან, მაგრამ სწავლა უნდა რა, ანუ მინდა გამოვიყენო. ბავშვია. მინდა გამოვიყენო, მაგრამ ფუნქციებს უნდა სწავლა და ნერვები არ ყოფნის. ანუ ეს იცით როგორია? ეს აი რასაც იღებ, როგორც იღებ, დაყვება რა. ანუ გვერდზე რო გადიხარ, გამოდიხარ, დადიხარ, ყველგან დაყვება. ხო და მინდოდა რა ეგეთი, როგორც GoPro-s კამერას აქვს ფუნქცია, ხო, ეგეთი ფუნქცია აქვს ამასაც და ხოდაშივ იაფიც არ ღერს და ასე რა ქვია, სასწაული მაქვს რა, რო გადავიღო. გაიწიეთ, აქვს თავისი პროგრამაც. ხო და ხელებით უნდა ანიშნო რა, საისო გადატრიალდეს, გადმოტრიალდეს და დამოღამება უნდა რა და დრო უნდა და მე რაც მიყიდა, იმ დღეს გავხსენი მარტო და მის მერე არც გამიხსნია. 7 თვის არის ლიზა და ჭამს 170 მილიგრამს. თქვენები როგორ ჭამენ აბა? ვინც ლიზას ასაკშია. წავიდეთ დავხედოთ რა შევა. Natalice Coco, გამარჯობა. ვაჭამე ლიზას, ხა ეს ფლობიო გავარჩიოთ. დაცეში ჩავყრი ყველაფერს და ერთად გავარეცხავ, რომ გავარჩი. ასამე ლიზა ჩუმად არის მოვასწრო დადგმა საჭმლის. იმ დღეს ტაფაზე გავაკეთე პიცები. თუ მაქვს სურათი ტელეფონში ჩავსვა.
ღუმელი უნდა ჩამერთო და იქ უნდა გამიკეთებინა, მაგრამ ანუ საერთოდ არ დამჭირდა და არც არასდროს არ გავაკეთებ ღუმელში პიცას, ისეთი კარგი გამოვიდა ტაფაზე. თუ დაგაინტერესებთ, მე თქვენთან ერთად გავაკეთებ. თითო პიცას რო არ მოგატყუოთ, 4 წუთი ჭირდება რა, სადღაც 4-5 წუთი ჭირდება თითო პიცას. დასწავლული რა და თუ დაგაინტერესებთ, მე ერთად გავაკეთოთ, დამიწერეთ კომენტარებში და აი საერთოდ ღუმელში არ ვიზავ, არ გავაკეთებ. საქართველოში ვაკეთებდი როგორ პიცას ღუმელში ვაკეთებდი, ტაფაზე რაც არ გამიკეთებია და ვაკეთებდი ამ კეჩუპით და იმითი რა ქვია, მაიონეზით რა. ხო და აქ ვაკეთებ რეგულარს, როგორიც იყიდება პიცერიაში, როგორიც ლილეს უყვარს, მოცარელ პარმეზანით, მოცარელათი და ტომატით, ოღონდ პიცის ტომატით რა, ძალიან გემრიელია. всё. და სოსოსთვის იმითი რა ქვია, ძეხვითაც. აქ მაიონეზ პიცას არ ვუშვები, იმიტომ რომ სისულენ პიცას მაიონეზი არ ჭირდება, მაგრამ საქართველოში რავი რატომღაც ვუკეთებდი ხოლმე მაიონეზს, იმიტომ რომ ეგრე ვისწავლე, ეგრე ვიცოდი. ხო და აქ რა მაიონეზი, არც კეჩუპს არ ვუშვები, მარტო პიცის საწებელი და всё. მაგ წითელი და ისა, ყვითელი და წითელია სტაფილოც. სტაფილმა ხელისეთ გაჩეული. მაცა 1-5 წუთი კიდე და მოვდივარდე. ლილეს რაც შეუძლია მეხმარება რა თქმა უნდა. всё დაჭრაზე გადავდივარ ხა და დავაყრე. არის პროსტა პამიდორი. უბრალოდ პამიდორია გატარებული. და ნახევარი სუფრის კოზი. აი ესეთი შეზავებული ტომატი. ძალიან ცოტა. აი პატარა სუფრის კოზი, სადილის კოზი, აი ძალიან ცოტა. всё.
всё, აი ესე და ეხლა ძალიან დაბალ ცეცხლზე დავტოვებ და ჩაიხარშოს. მე აქ მეტი საქმე ამასთან სანამ მოიხარშება, აღარ მაქვს ესე რომ შეგვიძლია დავიწყავ და მივხედოთ გილდას. ეს დაველოდით ძალიან დაბალ ცეცხლზე. По сути, это просто горячее молоко, пить кофе или матч. Просто так. Прикольно тем, что он ничего не испачкает. Ну, не знаю, может, ему станет неинтересно. Монте, вот, рисуй ей руку. Я. Так. И буду стараться также есть в правильном порядке еду, если это возможно. Начинать всегда с жиров и белков, а потом уже углеводы. Но если это не бутик какой-нибудь, то это возможно. У нас дождь, сейчас холодно. Что я села сюда, не знаю. Пойду, наверное, туда. Хотя на улице вайб. საჭმელი ჭამა, ფაფა. და ეხლა პირი უნდა დავიბანოთ. ხოდი. ჰა? ხოდი როგორ ხოჯავ? მე დედას უშველეთ. უშველეთ რომ არ შემოეჭამოს დედას. თუ შემოეჭამოს. ასე თქვა. ჰა? შეჭამოს დედა? ჰა? დედას უყვარს. წავუხე გავიმშრალოთ. გავიმშრალოთ. ზე? ის არის დედას სუცულა. ხო? რა? მოვედით. იჯა! უკვე მოხვიდა ლიზა. კიდევ დღეს შემოვიდა. არა, არ შეუძლია. რატო? იმიტომ რომ უკვე შემოვიდა. მე რა კიდე უნდა? როგორ ძინის? შემოვიდა უნდა შენთან. მანა. აი, აქ დავაჯენ მაშინ. დავაჯე. ჰა? ნო. არა? ნო. რანაირი დაიკო ხარ? ანუ არ გინდა ლიზა რო აქ იყოს. რა? აი როგორ თმაქვს. what? კაი, წავიყვან მაშინ. დავაჯე. მე პლანი მაქვს. რა პლანი? პლანი არა, გეგმა. მე არ გეგმა. პლანი მაქვს. ხუი. რა ვთქვა? რა? რა უნდა ვთქვა? მე? ხო. მე? პლანი არა, გეგმა უნდა თქვა, გეგმა მაქვს. გეგმა მაქვს. რა გეგმა არის? მე რა ვიცი, აბა წაღანი ძახტი პლანი მაქვს და. გეგმა მაქვს. ხო, აბა რა გეგმა? შეხატე დოფალი. მე ვარ დედოფალი? ხო. შენ? ხმე. შენ და ლიზა? ლიზა პრინც. ამასობაში ვნახოთ რა შვება. ლობიო. ჯერა თქმა უნდა არ არის მოხარშული, მაგრამ პროცესი მშვიდობით მიმდინარეობს. ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ლილემ უკვე მიირთვა, ეხლა დავაძინე ლიზა და ეხლა მე მივირთმი და ნახოთ როგორი გამოვიდა გემოთ. მე მგონი კარგი როგორ წოვერთვის. ვსივარ ეხლა სანამ ლიზას წინავს 10 საათი ხდება, საღამოს 10 საათი ხდება და ლილეც ახლა დაწვება დაიძინებს და მინდა რომ აი აქ დავასრულო ეს ვლოგი. ხო ცოტა ხანში. შემიძლია რომ გავაგრძელო ხვალაც ეგაც, მაგრამ ძალიან დიდი გამოვა უკვე.
იმედია რაღაცა გამოვიდა, რა ვიცი, სულ არაფერს ხო ჯობია. ტყუილა ჯდომას, ტყუილას შრომა ჯობიაო, ეგ ამბავია რა. დავასრულებ ამ ვლოგს, ვინც აქამდე უყურეთ, ძალიან დიდი მადლობა, გადახვევის გარეშე ვინც უყურეთ, რეკლამებით ვინც უყურეთ, მოკლედ ვინც ბოლომდე უყურეთ ვლოგს, ძალიან დიდი მადლობა და მაპატიეთ თუ ცოტა მოწყენილი რაღაც ესეთ პესიმისტური ვლოგი გამოვიდა. ძალიან დიდი ბოდიში. ყველაფერი უკეთესად და უკეთესად იქნება, შეჯამება რომ გავაკეთო. ეს რთული პერიოდიც გაივლის. ბევრად უკეთესი პერიოდი გველოდება წინ. ბოლო გაზაფხული მოდის და სხვანაირად არ შეიძლება. შეძლების და გვარად და რაღაცა შეხო შემიძლია ვანახოთ რომ დავიწყებ შემდეგ ვლოგს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა და დაგემშვიდობებით ახლა დროებით. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარისხილა კი რომ ლაივებს როცა ჩავთავ განსაკუთრებით მაშინ მოგივიდეთ ხოლმე შეტყობინება. კოცნით და დროებით.